პირიქით თქვენ. კი ბატონო, აი რომ პოლიტიკოსები უკვე გადიან რეგიონებში და დავსვი კითხვა, რას ეუბნებიან ისინი ხალხს და რას ეუბნება ხალხი მათ. მოდი დავიწყოთ ამით, თქვენ იმყოფებით სამეგრელოში, ამ შემთხვევაში კონკრეტულად მარტვილში და აი მინდა გთხოვოთ იმ შეხვედრებიდან გამომდინარე, რომელიც უკვე გქონდათ არა მარტო სამეგრელოში, არამედ სხვა რეგიონში, აი როგორი არის მოსახლეობის განწყობა, რეგიონში მცხოვრები ქართველის განწყობა, რა არის მათი დაკვეთა, აი რას გეუბნებიან მთავარს, მათი პრობლემების შესახებ, არჩევნებთან დაკავშირებით როგორი მოლოდინები აქვთ. სჯერათ თუ არა რომ ივანიშვილი დამარცხდება, ან საერთოდ წარმოუდგენიათ თუ არა რომ შესაძლოა ხელისუფლება შეიცვალოს ოქტომბერში. მადლობა კიდევ ერთხელ მივესალმებით თქვენს ტელემაყურებლებსაც. ეხაც მას შემდეგ რაც ივანიშვილმა გადადგა მთელი რიგი ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული და ანტიდასავლური ნაბიჯები, რითიც სერიოზული საფრთხის წინაშე დააყენა მთელი სახელმწიფო, რომ გადაუხვიოს კონსტიტუციაში გაწერილ მოთხოვნასაც, კონსტიტუციურად გარანტირებულ უფლებას ქართული ხალხისა, რომ დასავლური იყოს ამ ქვეყანაში მომავალი, ანუ იყოს ეროვნული ინტერესების ამსახველი ხელისუფლება მართვის სადავეებთან, მას შემდეგ რა თქმა უნდა ოპოზიციამ ჩათვალა საჭიროდ და მათ შორის ხალხის ნება იქნა ასახული და დაიწყო გამსხვილებების პროცესი პოლიტიკურ პლატფორმებზე. თქვენ იცით, რომ პარტია ახალმა და გიჩმა და დროამ შესაბამისი ნაბიჯი გადადგა, არ იყო ეს ადვილი პროცესი, ასევე რამდენიმე სხვა ოპოზიციური პარტია, რამდენიმე სხვა კერძოდ ორ პოლიტიკურ პლატფორმაზე დაჯგუფდნენ. დარჩა მხოლოდ რამდენიმე პარტია, 1-2 ოპოზიციური და მე ვიმედოვნებ ჩვენ ყველანი პარტია ახალი გირჩი დრო ვიმედოვნებთ, რომ ასეთი პარტიებიც ცოტა ხანში იპოვიან საკუთარ ადგილს რომელიმე ძლიერ პოლიტიკურ ცენტრში და რატომ? პირველ რიგში იმისათვის, რომ ამ მომრჩეველს ერთის მხრივ ჰქონდეს არჩევანის შესაძლებლობა, მრავალფეროვნება და მეორე გარანტირებული იქნეს ოპოზიციური ხმის არ დაკარგვა. ჩვენ შესაბამისი ნაბიჯი გადავდგით. საზოგადოებაში რა თქმა უნდა არის და მათ შორის ახლა მარტვილიდან გერთვებით, ძალიან ბევრი ჩვენი გუნდის წარმომადგენელი ახლაც აქ ვართ, მარტვილში ხვალაც აქ ვიქნებით და დღის ბოლოს უკვე კახეთში ვიქნებით ხვალ და ასე იქნება ყოველი დღე. საზოგადოებაში რა თქმა უნდა არის მზადყოფნა ცვლილებებისთვის, უბრალოდ ეს არ არის საკმარისი ამ ეტაპისთვის. ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელიც პრეტენზიას აცხადებს იყოს აქტიური პოლიტიკურ პროცესებში, ვალდებულია ჩვენი აზრით, პარტია გირჩი ახალი დროას წარმომადგენლების აზრით, შევიდეს ინტერაქტიულ ურთიერთობაში, კავშირში ამ მომრჩევლებთან და რატომ ახსნი ძალიან გულწრფელად. არის კატეგორია ამორჩევლების, რომლებიც აი ამ ძალიან მავნებლური პოლიტიკის შედეგად ბიძინა ივანიშვილის წლების განმავლობაში არის სასოწარკვეთაში, უიმედობაში, ნაწილ საზოგადოებისას, თუნდაც მცირე ნაწილს აქვს დამარცხებულის ფსიქოლოგია ჩამოყალიბებული და აი რაც თქვენ ახსენეთ თქვენს კითხვაში, შესაძლებელია დიახაც იყოს ხალხი ჩვენს გარშემო, ვისაც არ სჯეროდეს გამარჯვების და აქ არის ჩვენი ვალდებულება პოლიტიკოსების, აქტიური მოქალაქეების, რომ დავარწმუნოთ ერთმანეთი დავარწმუნოთ სიმართლეში, დავარწმუნოთ ობიექტურ რეალობაში, რომ დღეს არის მკვეთ უმცირესობაში ქართული ოცნება და უმცირესობით დიახაც მართავს უმრავლესობის ნებას და ერთადერთი რისიც ქართულ ოცნებას ნამდვილად ეშინია გადაჭარბების გარეშე, ეს არის ხალხის რაოდენობის, ხალხმრავლობის. არათუ ბევრი უნდა მივიდეთ არჩევნებზე, არამედ ყველანი უნდა მივიდეთ არჩევნებზე, გამონაკლისი მიზეზი შეიძლება რა თქმა უნდა არსებობდეს კონკრეტულ საარჩევნო დღეს, როდესაც ადამიანს ფიზიკურად არ ექნება შესაძლებლობა და ვერთა ყველა კარგად ამყოფოს და ასე ურგენტული შემთხვევა საავტოფოში იქნება, მსგავსი პრობლემა მას ექნება. დანარჩენები ყველა რაიონში, ყველა დაბაში, ყველა ქალაქში, როგორც ერთი უნდა დავირაზმოთ ამ პროცესში ემიგრანტების, ჩვენი მშობლების, ჩვენი დების და ძმების და მეგობრების ჩართულობა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, განსხვავებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისგან, როცა მხოლოდ 12000 ამომრჩეველი მივიდა, წელს მინიმუმ 100,000 ამომრჩეველი უნდა მივიდეს იქ. ასეთ შემთხვევაში ქართული ოცნება არა უბრალოდ დამარცხდება, არამედ დიდი სხვაობით დამარცხდება. ხალხში წმენა არის საკმარისზე დიდი წმენა, ძლიერი წმენა, მაგრამ ეს არ არის, ეს არ გვაძლევს მოდუნების შესაძლებლობას. აქტიური საარჩევნო კამპანია დაწყებული გვაქვს, საჯარო აქტიური კამპანია
ცოტა ხანში დაიწყება ჩვენს მიერ და იმედია სხვა ოპოზიციური პარტიებიც ამას გააკეთებენ, მე მჯერა ამას გააკეთებენ, მაგრამ საჯარო კამპანია არ არის მხოლოდ ის, რასაც ვხედავთ, ხო? ბევრ რამეს ჩვენი მაყურებლები სოციალური ქსელის მოხარებლებიც ვერ ხედავენ. უამრავი შრომა არის გასაწევი კულისებს მიღმა. ბევრი რამ არის, ბევრი შავი სამუშაოა შესაძლებელი, რომ ერთის ხრივ მოვიპოვოთ დიდი მხარდაჭერა და მეორეს ხრივ ეს ხმები დავიცვათ. და ამ მიმართულებით რა თქმა უნდა ძალიან აქტიურად მუშაობთ და პარტია ახალი ხსნის ძალიან მალე დაიწყებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ოფისების, შტაბების დიახ, შტაბების გახსნას, რაც მნიშვნელოვანია ამ პროცესში. ინფრასტრუქტურა ოპოზიციურ პლატფორმას გირჩი დრო ახავს, კონდე ძალიან ძლიერი ყველა რაიონში და ქალაქსა და აი ბატონიკა, როდესაც საუბრობთ ამ მომრჩეველზე, აი რა მისცემს გეგმას, რომ ბიძინა ივანიშვილი უნდა დამარცხდეს 26 ოქტომბრის არჩევნებში დამაჯერებლობას ამ მომრჩევლისთვის. აი რომ გენდოთ ამ მომრჩეველი, აი რომ წავიდეს ის 100,000, როგორც თქვენ თვით ამ მომრჩეველი არჩევნებზე და ასევე დავამატებ კიდევ ერთ შეკითხვას. აი ეს კონფიგურაცია, რომელიც უკვე შესთავაზა ოპოზიციამ თქვენი პოლიტიკური გაერთიანების სახით საზოგადოებას, აი იძლევა თუ არა იმ გარანტიას, რომ აი ეს ერთობები რაღაც აი 5%-იან ბარიერს კი არ გადალახავენ მხოლოდ, არამედ დადებენ ისეთ შედეგს, რომელიც ივანიშვილს გადაიყვანს ოპოზიციაში. აი ეს გარანტია სად უნდა დაინახოს ამ მომრჩეველმა და სჭირდება თუ არა საერთოდ ესეთი ტიპის გარანტია დღეს ხალხს? არა, მე ვფიქრობ ამ პლატფორმამ ახალი გირჩი დროა მაგალითი მისა სხვებს არ მინდა რაღაც კედმაღლურად არავითარ შემთხვევაში არ მინდა იმედია ასე არავინ არ გაიგებს მისა ძალიან ბევრ ოპოზიციურ პარტიას იმ პარტიებს გულისხმობ ვინც დღეს ჯერჯერობით ჩემი შეფასებით არის თამაშგარეში მოქცეული და არ არის ნაწილი ძლიერი ოპოზიციური ცენტრის. აქ საუბარი იმაზე არ არის რომ ოპოზიციური პარტია რომელიც ჩვენს პლატფორმაზეა ვერ გადალახავდა რომელიმე მათგანი 5%-იან ბარიერს, მაგრამ რა თქმა უნდა ენერგიების გაერთიანება იძლევა დიდ სინერგიას. რაც უფრო ბევრი ძლიერი კომპეტენტური ადამიანი ერთად არის, რა თქმა უნდა შედეგი გაცილებით დამაჯერებელი იქნება, გაცილებით უკეთესი იქნება და თქვენ ყველანი ერთად უფრო ვუპასუხებთ ადეკვატურად გამოწვევებს, რომლის წინაშეც ვდგავართ. წილი ნაყარია ამ ქვეყანაში, ივანიშვილმა თავისი წილი ყარა, ქართულმა ხალხმა თავისი წილი ყარა, ჩვენ ვხედავდით თვეების განმავლობაში ეს უყალოდ არ ჩაივლის. ის 300,000-იანი აქციები, ის არათუ სპორადული, არამედ ინტენსიური, ხო, ძალიან ხშირი დღე გამოშვებით, ხო, 100,000 ადამიანი რო გამოდიოდა, ეს ხალხი არცად არ წასულა ამ ქვეყნიდან. ამ ხალხმა დაიჯერა, ამ ხალხს სჭირდება მობილიზაცია, ჩვენ ყველას გვჭირდება დისციპლინური, ორგანიზებული მუშაობა იმისათვის, რომ ქართველი ხალხის ნება აისახოს არჩევნებზე. დიახაც, ქართველი ხალხის ნება უნდა აისახოს არჩევნებზე. კონსტიტუციით ხომ არის გარანტირებული ჩვენი დასავლური მომავალი. დიახაც, რომელსაც ზურგს ახსენებს ქართული ოცნება. ეს ხო ყველამ ვიცით, მარტულში ხო ყველამ იცის, სამეგრელოში ხო ყველამ იცის. ამას რა დამატებითი ახსნა განმარტება სჭირდება. არაფერ, ეს არის პირველადი არჩევანი, რომლის წინაშეც ყველანი ჩვენ ვდგავართ. რა თქმა უნდა არსებობს სხვა საკითხებიც, რომელიც აინტერესებს საზოგადოებას, მათ შორის მარტვილის რაიონში მაცხოვრებელ ადამიანებს. არ არის მხოლოდ ეს საკითხი მათთვის მნიშვნელოვანი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ სხვა საკითხები არანაკლებ მნიშვნელოვანია და აი ამ საკითხებზე ჩვენ დღეს სოფლებში, სხვადასხვა ქალაქის ცენტრში, მათ შორის მარტვილის აგრარულ ბაზარში დიახაც სადაც შესაძლებლობა არის რომ ძალიან ბევრ ადამიანს შევხვდეთ, ყველგან პრაქტიკულად ვიყავით და ხვალაც ვიქნებით დღის განმავლობაში და არათუ დამჭა შტაბ-ბიჭირება კიდევ უფრო მეტად დავწმუნდი რომ მათ შორის მარტვილში ქართული ოცნება წააგებს, სამეგრელოში ქართული ოცნება დამაჯერება წააგებს ოპოზიციასთან, ანუ ქართულ ხალხთან და როდესაც დაინახავს აი ეს იმედგაცრუებული ადამიანი, რომელიც მოდი ვაღიაროთ არსებობს, ხო, შესაძლებელია მეტად პესიმისტურად განწყობილი ვიდრე ჩვენც ვისურვებდით, ისინი როდესაც დაინახავენ რომ აქტიური ნაწილი საზოგადოებისა შედეგს აღწევს, იბრძვის და უკომპრომისოა მერწმუნეთ ის პესიმისტურად განწყობილი მოქალაქეც ამ ხალხს აუცილებლად არათუ აი რა იწევს ამ პესიმიზმს ნიკა მათში მე დარწმუნებული ვარ ასეთი ტიპის მოქალაქესაც შეხვდება ქართული ოცნების პროპაგანდა, ქართული ოცნების არა ნაკლებად სიმართლე გითხრათ მარტვილში ძალიან ნაკლებად არ მოგატყუილეთ შევხვდით ეხლა აქ ზურაც იყო ნიკაც მეც და აქ ვართ ახლა ხომ და ნაკლებად არ დაგიმალავთ, თუმცა არიან ასეთი ადამიანები. ეხლა ქართული ოცნების პროპაგანდა, ქართული ოცნების ის
პოლიტიკა, მავნებრივი პოლიტიკა, ის ცდელობა, რომ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანოს და ხელი ჩააქნევიოს საკუთარ ბედზე, ხელი ჩააქნევიოს საკუთარ მომავალზე, აფიქრებინოს, რომ კი ბატონო დავიბადე საქართველოში, გავიზარდე საქართველოში, კი ბატონო აი აქ მარტოში, კი ბატონო შეიძლება სამსახური მაქვს, წინა შემოსავალით, მაგრამ კარიერულ ჭაობში ვარ. 15 წელიწადია ერთი და იგივე ხელფასი მაქვს. არანაირი კარიერული წინსვლა, ვისაც აქვს სამსახური და როდის არ აქვს, ეს ვასაკითხებს, ჩემზე კარგად იცით, ხო? მაგრამ მიუხედავად ამისა, ხო ქართული ოცნება ეუბნება და ცდილობს, ხო პირდაპირ ან ირიბი გზავნილებით, რომ იცით რა ხან მე ვარ მათთვის ადავრებთან, აგერ უკვე 12 წელიწადია, იცით რა, ის სამსახური რაც შენ გაქვს, საჯარო მოხელეხა სადღაც დასაქმებული, ზედმეტად ნუ იაქტიურებ, ეს პრობლემა არ შეუქმნა საკუთარ თავს. მე პესიმიზმს, როდესაც გულისხმობ, ამ კატეგორიის ადამიანები გვაქვს ხედველობაში, თუმცა თავისივე წიაღშია დღეს ქართული ოცნებას სერიოზული პრობლემა. დიდი სხვაობით წააგებს წელს ქართული ოცნება, მაგრამ გამარჯვების კლიმატი ყოველდღიურმა მუხჩაუხელმა შრომა პირველ რიგში პოლიტიკოსების, ვისაც აქვს უნარი და ვიხარია რომ ბევრი ვართ ახლა პარტია ახალში გირჩი დროაში ისეთი ხალხი, ვისაც შეგვიძლია ინტერაქტიული ურთიერთობა ამორჩეველთან, მხარდაჭერთან, პოტენციურ ამორჩეველთან, მორალური გვერდში დგომა სჭირდება, ბევრს ფიზიკური გვერდში დგომა სჭირდება, ემოციური, არ ვიცი, არა მხოლოდ იდეოლოგიური თანხმედრა უნდა იყოს ჩვენ შორის, არის ბევრი საჭიროება, რომელიც მოითხოვს ქუჩაში, სკვერებში, არ ვიცი, დაბებში და სოფლებში ყოფნას. მე არ მინდა რომ გადაჭარბებულად ნათქვამად ჩამეთვალოს და რომელიმე თქვენმა მაყურებელმა მოისმინოს, რომ ახლა თქვენს ტელე ეთერში ვარ და საარჩევნო კამპანიაში ვარ, დიახაც უნდა ვილაპარაკო პოზიტიურად, მართლაც ეს რწმენა მაქვს. ეჭვი არ მეპარება, რომ ქართული ოცნება წელს დამარცხება. შეუძლებელია ისტორიული მისწრაფებები იქნეს აღამოფხრილი და ეს ისტორიული მისწრაფებები არის, რა თქმა უნდა, დასავლური და ეროვნული და არავის არ ექნება უფლება ზურგი აქციოს აი ამ ისტორიულ მომენტში ამ ბრძოლას. და ისტორიული მომენტი, როდესაც დადგა, დიახაც და გავერთიანდით და მნიშვნელოვანია ეს გაერთიანება. მე ადრეც მქონდა არაერთხელ თქვენს ეთერშიც ნათქვამი, რომ მიმაჩნდა, რომ რამდენიმე ძლიერი პლატფორმა პოლიტიკური, ოპოზიციური იქნებოდა საუკეთესო ალტერნატივა ხელისუფლებისა. ამორჩეველს აქვს არჩევანი, გვაქვს ჩვენ ერთობის ქარტია სალომე ზურაბიშვილის მიერ შემუშავებული, კი ბატონო ნაწილი ოპოზიციური პარტიის ხელს აწევს, ვიღებთ კონკრეტულ ვალდებულებებს, მათ შემდეგ რაც ქართული ოცნება დამარცხება, კოალიციური მთავრობა მოვა ხელისუფლებაში. სიახლეა, ეს დიდი სიახლეა, პირველად ხდება. ამ სიახლესთანაც შემგუებლობა არის საჭირო. არც ერთი პოლიტიკური პარტია ერთპარტიულად არ მოვა, ვერ მოვა და როგორც კი სწორი რეფორმები და დავასრულოთ თუ შეიძლება სწორი რეფორმები მართლმსაჯულებაში, როდესაც სწორი რეფორმები საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელდება, ცვლილებები შევა და თავისუფალ გამჭვირვალე ობიექტურ გარემოში არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა რეალური გახდება, მე ვფიქრობ მალევე არჩევნები ახალი ამ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს, რითიც ჩვენ ძალიან ფართო ჟესტს პოლიტიკოსები, გამარჯვებული პოლიტიკური პარტიები, რომელიც კოალიციურ მთავრობას ჩამოაყალიბებენ, გავაკეთებთ და ამორჩევლებს მიეცემა შანტაჟის, დაშინების და მუქარების გარეშე თავისუფალ გარემოში არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. ეს არ არის მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია. დარაზმვა არის მნიშვნელოვანი. ელემენტარულად ეხლა მე გასაგებია ნიკამ, შემდეგი კითხვა. ჩემთა ადამიანები ხვდებიან, არც თუ ისე ცოტა. ძალიან ბევრს ვერ ვიტყვი, მაგრამ როდესაც შენ ეხლა თელავში შეხვდება ორი ადამიანი და გურჯაანში ერთი ადამიანი და მარტუშიც შეხვდება, ხო? ასეთი განაზოგადო, ესე იგი ბევრი ასეთი ხალხი ქვეყნის მასშტაბში, რომელიც გეუბნება მაგალითად 2021 წლის არჩევნებზე მე არ ყოფილვარ. კი ბატონო. დიახ, არსებობს ასეთი ხალხი. აი ესეთი ხალხი წელს მოდის არჩევნებზე. გასაგებია ბატონო, მესმის, შემდეგი კითხვა მინდა რომ დაგისვათ. კარგი, გასაგები თუ არის, რაღაც ვიპარაკეთ. დიახ. შემდეგი კითხვა მინდა რომ დაგისვათ. ყველაფერი ისმოდა, ნიკა, ყველაფერი გასაგებია, ჩემთვისაც და მაყურებლისთვისაც დარწმუნებული ვარ. აი, თქვენ ბძანეთ, რომ მე მჯერა და მაქვს ესეთი რწმენა, რომ ქართული ოცნება დამარცხდება და სხვანაირი სცენარი ფაქტობრივად თქვენთვის წარმოუდგენელია, ისევე როგორც თქვენი კოლეგა ოპოზიციონერებისთვის და თითქმის ყველა ამბობს, რომ აი ელექტორალურად ამომრჩევლის თვალსაზრისით ხელისუფლება დამარცხებულია. აი ეს შეიძლება ეთყობა კიდეც ოცნებას, ცდილობენ რომ არ შეიმჩნიონ, მაგრამ აი რასაც ძალიან დაჟინებით აჩვენებენ არის ის, რომ არაპირ
იღებენ ძალაუფლების დათმობას და ამას მოწმობდა ალბათ ის განცხადებები, რომელიც ჩვენ ბიძინა ივანიშვილისგან მოვისმენთ. აი, ბატონ ნიკა, რა გვაზღვევს იმისგან, რომ აი ოქტომბერშიც არ მივიღებთ იგივე სცენარს, როგორც მივიღეთ 2024-ის არჩევნების შემდეგ, რომ აი არჩევნები გაყალბებულია რაღაცა პროტესტი ქუჩაში, რაღაცა აი ბიულეტინების საკითხი და ასე შემდეგ. აი, რა იქნება განსხვავებული ოქტომბერში? გასაგებია, დრო 2020 წელი ახსენეთ თუ 21 თქვენ? 20 და თუ გინდათ 21-იც იყოს. კი ბატონო, 21-ში სადაც გაყალბების მასშტაბი ასევე ძალიან დიდი იყო, კი ბატონო. დავიწყებ, დიახად. ძალიან დიდი და მოგებული იქონდა არჩევნები ოპოზიციას 2020-ში და 2021-ში და 20-ის განსაკუთრებიდან, მაშინ მეც მეგობრებიც, არ ვიცი, ვისაც ახსოვს გდანის კამპანია, კარგად ვახსოვს იქ რა იკადეს. გეტყვით, ძალიან მარტივად ასევე გულახდილად. და ადრეს მithქვას მე ვფიქრობ, საერთაშორისო მხარდაჭერა მაშინ ოპოზიციას ჰქონდა ძალიან მცირე, სამწუხაროდ, ძალიან მცირე. და ივანიშვილს ქართულ ოცნებას ამერიკის შეერთებული შტატებისა და მთელი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერა ჰქონდა სრული. სრული მხარდაჭერა 2020-2021 წლებში, როდესაც ოპოზიციას უჭირდა იმ მართალი გზამბილებისა და ცნობების პენეტრირება იქ, სადაც საჭირო იყო. და რომ არა, მაშინდელი სამწუხაროდ, ჩემის აზრით, და ძალიან ბევრი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის აზრით, რაც დაერათ არ მინდა უხეში ვიყო შეფასებებში, ასე ქარაბშუტული ვარაუდი ჩვენი უახლოესი სტრატეგიული პარტნიორებისა, რომ ეს ასე არ არის, რომ ივანიშვილი სინამდვილეში არ თამაშობს სახიფათო გეოპოლიტიკურ თამაშს, დღეს უკვე შეცვლილი იქნებოდა ხელისუფლება. დღეს უკვე შეცვლილი იქნებოდა. აი იმ სისტემაში, როდესაც შერეული საარჩევნო სისტემა იყო და მაჟორიტარული ოლქები იყო და ფორა ჰქონდა 30 მანდატიანი ქართულ ოცნებას. ხო? აი იქაც კი გამარჯვება მოპოვებული იყო და ამ სიგნალებში დეტალებში აღარ შევალ, გასაგებია რას გულისხმობ. და დღეს დასულათია ხო, ჩემზე კარგად იცის მაყურებელმა, ხო? მთლიანად მობილიზებულია საერთაშორისო საზოგადოება ქართული ხალხის გარშემო, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ქვეყანაში დემოკრატია გადარჩეს, თავისუფლება გადარჩეს, თავისუფალი მედია გადარჩეს, სამოქალაქო საზოგადოება გადარჩეს და გადარჩეს ქართული სახელმწიფო. ძალიან დიდი განსხვავება არის და პლუს პროპორციული საარჩევნო სისტემა, ეს ფაქტორი ხშირად ავიწყდებათ, იცით? მეორე ტურები, ჯოჯოხეთური მეორე ტურები, ხომ? ამ ქვეყანაში აღარ იარსებებს, ერთტურიანი არჩევნები იქნება. პირველ ტურში იმ სისტემაშიც კი ქართულ ოცნებას 3600 უბანზე აი არ ყოფნიდა მათი აი ძალადობრივი საცეცეები არ ყოფნიდათ. აი ეს მექანიზმის მანქანასავით მომუშავე ძალადობრივი გასაყალბებლად გამზადებული ხალხი არ ყოფნიდათ და მარცხდებოდნენ ბევრ ოლქში. შესაბამისად უწევდათ მეორე ტურებში გადასვლა და მეორე ტურებში ახლა რესურსი ემატებოდათ გაცილებით უფრო დიდი, ვინაიდან გამოთავისუფლებული იყო თუნდაც რამდენიმე ოლქი 10-12 სადაც პირველ ტურში იმარჯვებდნენ და მე ხდებოდა ის რაც ხდებოდა, რაც მოხდა ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმში და თბილისში და ასე შემდეგ, ხო? წელს ერთტურიანი არჩევნები არის, სადაც შეუძლებელია უკვე 3000 უბანზე ქართულმა ოცნებამ მოახერხოს ის, თანაც ბევრად ორგანიზებული და მობილიზებული ოპოზიციის წინააღმდეგ, რასაც ადრე შადიოდა. ეს არის ძალიან დიდი სხვაობა. აი ამას გულისხმობ, როდესაც ვამბობ, რომ ვარ დაწუნებული. რომ არ ვიყო დაწუნებული, როცა რაღაცებში დაწუნებული ყოფილვარ, მithქვავს თქვენს ეთერში, არც თუ ისე ირიბათ, რომ რაღაცებში არ ვარ დაწუნებული. ეხლა ეჭვი არ მეპარება. შესაძლებელია ეს მეტყობა კიდევაც, იმიტომ რომ ყოველ დღიურად გვაქვს კომუნიკაცია ცოცხალ ადამიანებთან, რეალურ ამორჩელებთან და ახლა არ ვიცით, რომ ამ ქვეყანაში უმრავლესობა ოპოზიციურად გაწყობილია, რა თქმა უნდა, რიტორიკულად გეკითხებთ, რა თქმა უნდა, ვიცით. არ ვიცით, რომ ამ ქვეყანაში ძალიან ძიმე უმცირესობაში არის ქართული ოცნება და მისი მხარდაჭერები. ახლა ვეთანხმები, ახლა რა უნდა ქნას იმან ივანიშვილმა და მისმა გუნდმა, ყობახიძეებმა და ყავალძეებმა, რა უნდა გამოვიდნენ, ოფისი გახსნეს, არ ვიცი, რამდენ მილიონად შეფასებული და იმ პრეზენტაციაზე რა სიტყვდნენ, იცით და ოფისი კი გავხსენით, თუმცა წელს ნაკლები შანსი გვაქვს გამარჯვებს. სვოიტყვნენ ამხრებებს საკუთარ, არ ვიცი, აქტივისტებს, საკუთარ, ასე ვთქვათ, შემორჩენილ ამორჩევლებს, თუ ისინიც კი არ შემოეჩნან. აი ეს არის და ეს ბევრი რამ არის თავდაჯერებულობაზე დამოკიდებული. ბევრი რამ არის დამოკიდებული შენ გჯერა თუ არ გჯერა და შენ თუ გჯერა გამარჯვების, გადადებს სხვასაც, ის სხვას გადადებს სხვასაც და ეს მარაო გაიშლება. მადლობა და წარმატებები ყველას. მადლობა ნიკა, ძალიან დიდი მადლობა ნიკა მელიას ვუსმენდით პირდაპირ ეთერში პარტია ახალის თანათავმჯდომარე ყავდა სტუმრად. ჩვენ კი სტუდიაში უნდა დავიწყოთ სტუმრებს